Თქვენი ქალიშვილის ინტერვიუ ვნახეთ და ერთი პატარა ეს უნდა წავიკითხო. მამა მისთვის თითქმის არ დამიძახი არასოდესო. ბავშვობიდან დათოს ვეძახი, მკაცრი არასოდეს ყოფილა. თუმცა ფიცხი და ჯიჯღინა არისო. მე თვითონ ხოვსკი. კი. აღიარებითი ჩვენება იყო. ჭხუბი და ის არიცოდა, მაგრამ რამეს თუ მთხოვდა, ის თხოვნა უკვე საკმარისი იყო, რომ მე იმის საწინააღმდეგოდ არაფერს აღარ ვაკეთებდი. ხო, კი, არის ეგეთი რაღაცა და მეც ესე ვიყავი და ჩემი ეს უფროს ქალიშვილის ის არის. ხო. იცი რა, ჭხუბით ნაკლებად მიაღწევ საერთოდ, იმიტომ ისიც იმასაც ნერვები აქვს, ისიც ადამიანი და ინდივიდია ხო და ისიც გეწინააღმდეგება. არა ხარ, როცა ჭხუბობ უკვე შენ მხარეს არ არის სიმართლე. თუ მართალი ხარ, რა გაჭხუბობს. ისევე როგორც შექსპირის ეს ფიციო მართალ ხალხს ფიცი არაფერში არ ჭირდება. ფიცი ჭირდება მატყუარი რო დაგაჯეროს თავის ტყუილშიო, სიცრუეშიო. ისე ესეც და არ მახსოვს რომ მამაჩემს რა ვიცი ახლა მაგალითს ვერ მოვიყვან, მაგრამ აი ხო გონოდი მას ჩემთვის ხმა არ აუწევი, მაგრამ ყოველთვის როდესაც რამეს მთხოვდა მე მზად ვიყავი არ მეზარბა ავდგებოდი წავიდოდი. გაცილებით უფრო ჰარმონიული არ არის ახლა მსგავსი ურთიერთობა, ვიდრე მამაშვილის ურთიერთობა, სადაც მამას უჩხუბობს, რომ შვილს რაღაცა დააჯეროს და რაღაცა აუხსნას. ხო, რა. დასრულ ასაკშიც ვეღარ აი ამ სითბოთი, როგორც ბატონი დავითი იხსენებს ახლა მამას, ის შვილი მამას ვერ გაიხსენებს, რომელსაც სულ ეჩხუბება. რაც მთავარია, ერთ-ერთი მიზეზი რაც იყო და რატომაც დავიწყეთ ამის კეთება, რომ არ ვფიქრობთ ხოლმე უფროსები, როგორც წესი ბატონ დავით იმ ბავშვობაში რაღაც ტრამვა შეიძლება გაუაზრებლად მივაყენოთ ბავშვს, რომელიც რო გაიზრდება, სად ამოუხდება და რა გავლენას მოახდენს მის ცხოვრებაზე, ხო? ვერ საზღვრავთ ხოლმე და იმიტომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ფსიქოლოგებთან ერთად ამ საკითხებს განვიხილავდი ერთად და იმ ხალხთან ერთად, ვინც მაყურებლისთვის პატივსაცემი და საყვარელია, მათი მაგალითი რომ იმათთვის და ჩემთვის და ლადოსთვის პირველ რიგში გახდეს სამაგალითო და ეს გვაქვს მიზანი და ბედნიერი ვარ ახლა ამ ყველაფერს რო უსმენ და ასეთი მამა რო არსებობდა, რო არსებობენ